მსმენელებო და მოგვარებლებო, მინდა გითხრათ ის, რომ თქვენ შესაძლებლობას არ აქვს დასასრული და არ არსებობს ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაჩერდება. ჩვენ სკოლაში არსებული კლუბის წიგნის მასპინძლის ფარგლებში ჩავატარეთ შეხვედრა, გავუწიეთ პოპულარიზაცია ორ წიგნს, თევზი ხეზის და ბროწეულის სახლს. ჩვენ კონკრეტულად შევარჩიეთ ის წიგნები, რომლებიც საზოგადოებისთვის არ იყო პოპულარული, რათა მიგვეწვინა ხმა და ვფიქრობ, რომ წარმატებულად ჩაიარა. სკოლაშიც ასევე დაიგეგმა რამდენიმე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და ნანა მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩვენ მოვახერხეთ გაგვეწია პოპულარიზაცია ამ წიგნისათვის, დავბეჭდეთ ბუკლეტები და ვეცადეთ, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწვინა ეს წიგნი, რადგანაც წიგნი ასახავს მასწავლებლისა და მოსწავლეს შორის იმ დამოკიდებულებას, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გქონდეს. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დღესდღეობით უკვე ელექტრონული წიგნები, ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ჩვეულებრივ წიგნს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ეს დღეს სწორედ ამას ემსახურება და ჩვენი ღონისძიებაც, რომ გავუწიოთ მეტი რეკომენდაცია წიგნებს, ისეთ წიგნებს, რომლებიც ნაკლებად პოპულარულია ბავშვებში და შევაყაროთ მოსწავლეებს კითხვა. გავზარდოთ მოსწავლეებში მკითხველთა რაოდენობა. ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მე-7 სკოლიდან მოწვეული არიან მე-9 კლასელები, ქალბატონ ნანა ჭიტორელიძეს ხელმძღვანელობით და ბავშვებმა განიხილეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი, ეს არის თევზი ხეზე და ბროწეულების სახლი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. მოსწავლეებს მოუწოდებთ, რაც შეიძლება მეტი ვიკითხოთ და მეტად ჩავერთოთ მსგავს ღონისძიებებში. წიგნი ეს არის ის, რასაც ჩვენ რაც ეს ბუნების არ არის ბუნების წარმონაქმნი, დანარჩენი არის წიგნისგან შექმნილი. აი ეს მანქანები, აი მიკროფონი, ეს კამერა, სულ ყველაფერი, რასაც ჩვენ უყურებთ, ნივთებს, ტექნიკას, სულიერ სამყაროს, თეატრი, რელიგია, სულ ყველაფერი ეს არის წიგნის ბინადარი. წიგნიდან გადმოვიდა ადამიანობა, ადამიანი არის წიგნთან განუყრელი. ერთადერთი არსება არის, რომელსაც ახლავს ეს წიგნები და ამ წიგნებით ის ადამიანობს. ამიტომ წიგნის გარეშე ადამიანს და რა ხდება წიგნის გარეშე ადამიანი ცოდნას კარგავს. ესე ცოდნის საცავებია ეს წიგნები. როდესაც ის წიგნებთან არ აქვს საერთო ის ველურდება და ესე იგი და ყოველთვის წიგნებთან ურთიერთობა ინარჩუნებს ადამიანის სულიერ სამყაროს, მის ტექნიკურ ცოდნას, მათემატიკურ ცოდნას, ამიტომ რომ ერთი ადამიანი ძალიან ხანმოკლეა მისი სიცოცხლე. ამიტომ ისინი თავის ცოდნას ინახავენ ამ წიგნებში, საუკეთესო ნაწილი. ამიტომ ამ წიგნებით დგება ის, რასაც ჩვენ უყურებთ, აი გავიდენ მარსზე ავიდნენ, თვარეზე ავიდნენ, ეს ყველაფერი ცოდნის გამო მოხდა. და ეს ცოდნის შესანახი ადგილი იყო წიგნი. დღეს მართალია ეს ნელ-ნელა გადადის თქვა ელექტრონული სახით გადადის, მაგრამ ეს იგივე წიგნია. ეს სხვა რამე არ არის, ის წიგნია, ოღონდ ელექტრონული სახით არის. ესე იგი ცოდნის შესანახი ადგილი არის წიგნი. პირველ რიგში ჩვენს მუნიციპალიტეტს მიულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ უფრო მეტ კითხვას როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტს, ასევე სრულიად საქართველოს. მე დღეს ღონისძიებას ვესწრები როგორც დილიკაური სათემო ცენტრის წარმომადგენელი. ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა გამომცემლობას და წიგნების მაღაზიას ინიციატივით, რომ ბიბლიოთეკისთვის კონკრეტულად ამ დღესთვის გამოეყოთ მცირედი საჩუქარი წიგნების სახით, რა თქმა უნდა, და გამოგვეხმაურა სულაკაურის გამომცემლობა, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ დღის გალამაზებაში და ბიბლიოთეკის მარაგის გამრავალფეროვნებაში. ჩვენ შარშანაც ვაწარმოეთ ეს კამპანია და ადვოკატირება ახალგაზრდების ზესტაფონისთვის საინიციატივო ჯგუფმა წამოიწყო გამოწვევა, ასე ვთქვათ, რომელიც მიმართავდა სხვადასხვა ორგანიზაციებს, გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს და ასევე ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, რომ ბიბლიოთეკისთვის გადაეცათ წიგნები საჩუქრად და ვინაიდან ბიბლიოთეკა ვერ ახერხებს წლიდან წლამდე იმ მარაგის შევსებას, რომელიც სჭირდება სოფლებში განთავსებულ ბიბლიოთეკებს და 200-მდე წიგნი გადაეცა შარშან ჩვენი ინიციატივით ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკას. დილიკაური სათემო ცენტრი, რა თქმა უნდა, აგრძელებს ამ ადვოკატირების კამპანიას და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო ხშირად შევიტანოთ წვლილი ჩვენი ქალაქის განვითარებაში.
დღეს აღინიშნება წიგნის საერთაშორისო დღე და თუ არა ბიბლიოთეკაში სადაც აღინიშნული იყო ეს დღე, ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დღეს წარმოგვიდგინეს ორი წიგნის პრეზენტაცია და ამით აღნიშნეთ დღევანდელი დღე. ასევე დღეს აღინიშნება წიგნის ჩუქების დღე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ჩვენ საჩუქრად გამოგვიგზავნა წიგნები და ეს წიგნებიც გადაეცემა, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკას და არის ძალიან დიდი შენაძენი. მინდა ახლა აქვე აღვნიშნო, რომ 23 აპრილიდან 30 აპრილამდე საბიბლიოთეკო სისტემაში ჩატარდება საბიბლიოთეკო კვირეული. ეს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ არის გამოცხადებული და რა თქმა უნდა ჩვენ შეუერთებით ამ ღონისძიებებს და ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებობს 17 ბიბლიოთეკა და ყველგან გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. და ამით ჩვენ აღვნიშნავთ 30 აპრილს დავხურავთ საბიბლიოთეკო კვირეულს.